გამარჯობათ გოგოებო. როგორ ახართ? მინდა რაღაცა ერთი წინა სიტყვა და თქვენი ყურადღება მოგითხოვ, იმიტომ რომ ბოლო დროინდელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი. ეხლა მომზადე ესე, რა თქმა უნდა, თემაც ჩანიშნული მაქვს და მომზადებული ვარ იმის თემისთვის, რაზეც ვილაპარაკებ, მაგრამ ჯერ თავიდან მინდა გავხსოვ. ეს არის ჩემი ჩანთა, ეს არის დიორი. ეს არის ძალიან 13 არსებობს მსოფლიოში ესეთი, მე-13 გოჭივით ვიყავი მე, რომელსაც მომქო შემხვდა ეს ჩანთა და ეს არის წილიონოკის ტყავისგან გაკეთებული და შეკერილი. არ ვხუმრობ, არ ვღადაობ, ძალიან ძვირი ღირდა. ეს არის ჩემი ჩანთა, რომელიც ვიყიდე მე მშრალხიძე, რომელიც ვიყიდე ბებოსგან და რომელზეც გვიჟდები და ძალიან მეყვარს. ვაფრენ და რომელიც კიდე 50 ლარი. ეხლა ეს არის ჩემი გვირგვინი, რომელიც გაკეთებული არის კრისტალის სვაროვსკის კრისტალებისგან და არის ხელით აწყობილი. ეს არის ჩემი გვირგვინი, რომელიც შემაშულმა გამიკეთა, როდესაც იყო პირველ კლასში და დღემდე ვინახავ. ყველაზე მაგარი გვირგვინია, რომელიც კი როდესმე მქონია. ეს არის ჩაი, რომელიც ჩამომიტანეს ცეილონიდან, რომელიც არასამუშაო საათებშია დაკრეფილი და რომელზეც ზანგის ცრემლები აცხია. ეს არის ჩაი, რომელიც ჩემმა ბიჭმა ჩამომიტანა თბილისიდან, რომელიც არის გურიელი და რომელსაც ყველაზე მაგარი გემო აქვს მთელ მსოფლიოში. ეხლა, წინა სიტყვაობა რატო გავაკეთე ესეთი? საერთოდ არ მიყვარს მე ცუდი სიტყვების ხმარება და რადგან ჯგუფში არასდროს არც ერთი წესი არ დამიდგენია, ერთადერთი წესი, რომელიც იქნება, ეს არის სნობიზმის გარეშე. ანუ, ეხლა ცენზურა შეგიძლიათ ჩართოთ, სადაც გაგაწყნავთ სნობიზმში, იქ დაგშლით. ასე რომ ამ წესის გარდა სხვა არაფერი წესი არ არსებობს შემოკარგებო, ასე რომ ეს არის მარტივი წესი, რისაც ყველამ ვიხელმძღვანელოთ, ხო? მეტი არაფერი. ეხლა მე მოპატიეთ, იმიტომ რომ ქართულად გაბრაზება ჩანიშნული მქონდა და აი თქვი კიდევაც ასე რომ საერთოდ ძირითადად არ მიყვარს ცხოვრებაში ეგეთი სიტყვების ხმარება, მაგრამ როგორ გაუბრაზდე ქართულად ხო ვიკითხე და მასწავლეს ესე. ასე რომ ჩამოვყალიბდით, ხო? არ გვინდა ზედმეტი რაღაცა პრანჭვები, ყველაფერი ნორმაში და იმის გარეშე. ეს უბრალოდ ჩემი